ოქროს ფაფრიანი ცხენი, თვარის ფარანი და პრინცესა ჯადოსნურ გალიაში. დიდი ხნის წინ შვედეთის ერთ ისტორიულ მხარეში, სახელად სმოლანდში, ორი პატარა ძმა ცხოვრობდა. მათი მშობლები, ღარიბი, უმიწოგლეხები, კარგა ხნის წინ გარდაცვლილიყვნენ. პატარა ძმებს თავი რომ გადაერჩინათ, მოწყალების თხოვნა უწევდათ. ერთ დღესაც ასე დახეტიალობდნენ აღმა-დაღმა და შემთხვევით ერთ უზარმაზარ ყანაში აღმოჩნდნენ, სადაც ადამიანზე მაღალი ჭვავი ბიბინებდა. უფროსმა ძმამ თქვა: მოდი, თავთავები დავკრიფოთ და მარცვლები შევჭამოთ. ჯერ პირში ლუკმა არ ჩაგვსვლია. დაეთანხმა უმცროსი ძმა და შეუდგნენ თავთავების კრეფას და მარცვლების ჭამას. უცებ დაინახეს, რომ მათკენ უზარმაზარი გოლიათი მოემართება. დაინახა გოლიათმაც ბავშვები და დაიყვირა. მინდა გრთოთ ჩემი ხანის თავთავების დაკრეფისნება. არ გვეგონა თუ არ შეიძლებოდა. უპასუხა უფროსმა ძმამ. ნუ თუ რამდენიმე თავთავი გენანება ჩვენთვის, ძალიან გვშია, შიმშილისგან მუცელი გვტკივა. შენ კი ნახე რამხელა ყანა გაქვს. გოლიათმა თავი მოიკატუნა, ხმას დაუწია და დაუპატიჟებელ სტუმრებს ალერსიანი ხმით უთხრა. სულაც არ ბრაზობ, უბრალოდ ხმა მაქვს საშიში. გემრიელი ჭამა და დანაყრება თუ გინდათ, სახლში წამომყევით. ძეხვეულსაც გაჭმევთ და ხორბლის ფაფასაც. ცარიელი მარცვლების ღეჭვა აღარ მოგიწევთ. უფროს ძმას, სიოლვეს, შეეხარბა მაძღარი ცხოვრება. ძალიანი ამა გოლიათის სიტყვები. უმცროსმა სვანტემ კი იფიქრა, რაღაც ბოროტი განზრახვა ექნება გოლიათსო და შეეშინდა გოლიათმა არ გამოვკეტოსო. ძმებმა ერთმანეთში დაიწყეს თათბირი. უფროსმა თქვა: ჩემი აზრით, უნდა წავიდეთ. ჩემი აზრით კი არა. მიუგო უმცროსმა. სჯობს აქ დავრჩეთ. შეიძლება მშვრები ვიყოთ, მაგრამ თავისუფლები მაინც ვიქნებით. არ მოეშვა უფროსი ძმა. წავიდეთ, ბედი ვცადოთ. არ მოგვეწონება, გამოვიქცევით. მაგარი სირბილი ვიცით. როგორც იქნა დაარწმუნა ძმა, რომ უარი არ ეთქვათ გემრიელ სადილზე. აბა ბავშვებო, დაიძახა გოლიათმა. მოდიხართ თუ არა? სხვა საქმე არაფერი გვაქვს, წამოვალთ. უპასუხა უფროსმა. გაყვნენ ძმები გოლიათ სახლში. როგორც კი მის კლდეში გამოჭრილ გამოქვაბულში მივიდნენ, გოლიათი ბავშვებს ნაირ-ნაირი ძეხვეულითა და ფაფით გაუმასპინძლდა. შემდეგ სადღაც წავიდა. კარი გარედან ჩარაზა და ზედ დიდი ბოქლომი დაადო. სიოლვემ ძმას უთხრა: რა კარგი ვქენით, რომ წარმოვიდით. გაწვდილი ხელით მაინც აღარ მოგვიწევს ქუჩა-ქუჩა ხეტიალი. ნახოთ რა იქნება. გული კარგს არ მიგრძნობს. შეხედე როგორ დაგვამწყდია გოლიათმა, გარეთ ვერ გავალთ. თავისუფლება კი ყველაზე ძვირფასია ამ ქვეყნად. მიუგო დაფიქრებულმა სვანტემ. არ მიაქცია სიოლვემ ძმის შეშფოთებას ყურადღება. დაწვა და დაიძინა. უმცროსი ძმა კი კარს დაუდარაჯდა. უნდოდა გაერკვია კარს მიღმა რა ხდებოდა, მაგრამ სრული სიჩუმე იდგა. გავიდა ხანი. ცხოვრობდნენ ძმები განცხრომაში. არაფერზე უარს არ ეუბნებოდა გოლიათი, მაგრამ კვლავ გამოკეტილები იყვნენ. საქმეც არ ჰქონდათ, მხოლოდ ჭამა და ძილი. უფროსი ძმა ისეთი ბედნიერი იყო ასეთი ყოფით, ჭამდა და სძინავდა ბედნიერს. უმცროსი კი მოსვენებას ვერ პოულობდა. ვერც ჭამდა სათანადოდ, ვერც იძინებდა. ერთ საღამოს ისევ კართან დგას სვანტე და ჭუჭრუტანიდან იყურება. ხედავს კარს მიღმა კეთილმოწყობილ გამოქვაბულში გოლიათი შემოდის და სუფრის გაშლას ითხოვს. გაუშალა გოლიათმა ცოლმა დიდი სუფრა. ჭამს გოლიათი და მჭექარე ხმით ეკითხება ცოლს. რაქენი, გასუქე ბიჭები? ცოლმა უპასუხა. ერთი ისეთი მსუქანია, თუ გინდა დღესვე დაკალი. მაგრამ მეორე ისეთი გაჩხინკულია, როგორიც მოიყვანე. წესიერად რომ გეჭმია, ორივე გასუქდებოდა. უსაყვედურა გოლიათმა ცოლს. მაგრამ რა გაეწყობა? იყოს როგორცა. წავალ ნათესავებს და მეზობლებს მოვიწვევ ნადიმზე. შენეგენი დახოცე და სადილი გაამზადე. ოჰ, რა კარგად მოვილხეთ, ხვალ. კარგი, ჩემო ბუმბერაზო ქმარო. უთხრა გოლიათ ცოლმა. სვანტემ ეს ყველაფერი სიტყვა-სიტყვით მოისმინა. მაშინვე მივარდა ძმასთან, გააღვიძა და უამბო რაც ნახა და გაიგონა. შეუძლებელია. შეეშინდა სიოლვეს. ალბათ კარგად ვერ გაიგე რაღაც. მოდი და შენი ყურით მოისმინე.
მივიდა უფროსი ძმაც ჭუჭრუტანასთან და დააკვირდა. გოლიათი კარგად გამომძღარიყო და მსახურს ეუბნება. წადი წყალი მომიტანე. ისევ დაგავიწყდა რომ საჭმელი არ მერგება წყაროს წყალით ვარ დავაყოლე. როგორ წავიდეო, შეწუხდა მსახური. გარეთ უკუნინსიბნელია, ვერაფრით ვიპოვი წყარომდე მიმავალ ბილიქსო. მთვარის ფარანი წაიღე, რომლის შუქი 7 სამეფოს წდება. დაუღრიალა გოლიათმა მსახურს. ჩამოხსნა მსახურმა კედლიდან ფარანი, აანთო და წავიდა წყაროსკენ. არემარეს მთვარის შუქი მოეფინა და თითქმის დღესავით გაანათა. როდესაც მსახური დაბრუნდა, გოლიათმა 1 სათლი წყალი ერთ ყლუპად დალია და ცოლს უთხრა. დროა, ჩემს ოქროს ფაფრიან ცხენს შევკაზმავ და სტუმრების მოსაწევად წავალ. შენ კიდე ბიჭები შენს ოთახში გაიყვანე, თორემ დაგავიწყდება დროულად მათი დახოცვა. თქვა გოლიათმა და გამოქვაბულიდან გავიდა. გაიგო სიოლვემ ყველაფერი. შიშისგან ფერი დაკარგა და შეევედრა უმცროს ძმას. რამე მოიფიქრე რომ როგორმე გადავრჩეთ. არი დარდო, შენც გადაგარჩენ და თავსაც უშველი. უთხრა სვანტემ ძმას. 1 საათიც არ გასულა რომ ბიჭებს გოლიათის ცოლმა შეაკითხა. მოჩვენებითად მიალერსა 1000 გვარ გემრიელობას დაჰპირდა და უთხრა. წამოდით ბიჭებო, ამაღამ დიდ გამოქვაბულში დაგაწინებთ რბილ საგებზე. რა უნდა ეკნათ, გაჰყვნენ ძმები, მაგრამ უფროსი შიშისგან კანკალმა აიტანა და უმცროსი ზურგს უკან იმალებოდა. დააწვინა ბიჭები გოლიათის ცოლმა გამოქვაბულის სიღრმეში. მერე თვითონაც დათვის ტყავი შემოიხვია, დაწვა და ხრინვა ამოუშვა. მაგრამ ბიჭებს რა დააძინებდათ? სვანტე დაძაბული იწვა და შუაღამის მოახლოვებას ელოდებოდა. თან ფიქრობდა, როგორ გადაერჩინა ძმა და საკუთარი თავი. სიოლვეს კი მხოლოდ თავისი თავი ადარდებდა. ფიქრობდა, როგორ გამსხლტარიყო სიბნელეში შეუმჩნევლად. ჯერ კიდევ საღამოს, როდესაც მსახური ფარანს ანთებდა, კედელზე ერთი პატარა კარი შეემჩნია და იფიქრა, იქნებ აქედან ამ კარმა გამიყვანო სამშვიდობოსო. ადგა და იმ კარისკენ წავიდა ფეხაკრეფით. გამოაღო და მაღალი კიბე დაინახა. აუყვა კიბეს, მაღალ კოშკში აღმოჩნდა. სარკმელში მთვარე ანათებდა. ხედავს კოშკის შუაგულში დიდი ოქროს გალია დგას. გალიაში კი გოგონაზის. გოგონა ისეთი ლამაზი იყო, სიოლვე ადგილზე გაშეშდა და თვალს ვერ წყვეტდა. გეგონება მოაჯადოვესო. ვინ ხარ მზეთ უნახავო? კითხა ბოლოს. მე ძლევამოსილი მეფის ასული ვარ, მაგრამ ახლა გოლიათთან ვარ გალიაში გამოკეტილი. სიოლვე მიფიქრა, რომ ურიგო არ იქნებოდა აქედან მეფის ასულთან ერთად გაქცეულიყო და მერე ცოლად შეერთო. მასწავლე, როგორ შეიძლება გაგათავისუფლო აქედან? კითხა სიოლვემ. აქედან გამოსავალი არ არის. ეს გალია მოჯადოებულია და ვერავინ გახსნის. მხოლოდ ჩემს საბედოს შესწევს ამის ძალა, მაგრამ ვინ არის, სად არის და როგორ უნდა მომაგნოს, არ ვიცი. მიუგო პრინცესამ ნაღვლიანად. სიოლვე გალიას დაეჯაჭკურა. საკეტების დამტვრევაც სცადა, მაგრამ ყოველგვარი მცდელობა ამაო იყო. ვერაფრით გახსნა გალია. ბოლოს დაიღალა და შეეშვა. ისევ უჩუმრად ჩამოიარა კიბე. პატარა კარით დაბრუნდა გამოქვაბულში და დაიძინა. გულმშვიდად იყო, იცოდა რომ უმცროსი ძმა არ დაივიწყებდა და არ მიატოვებდა. სვანტე ისეთი დაძაბული ფიქრობდა და ეძებდა გამოსავალს, ვერც კი შეამჩნია რომ ძმა სადღაც იყო გასული. შუაღამე რომ დადგა, ჩუმად ადგა საწოლიდან. კაჟი ამოიღო და გოლიათის ცოლს თავქვეშ დაუდო. ნათქვამი გაეგო, რომ კაჟზე საშიში არაფერია გოლიათებისთვის, ტროლებისთვის და მათი მსგავსი არსებებისთვის. ძილის დროს თუ თავქვეშ ამოუდებ, არაფრის დიდებით არ გაიღვიძებენ, სანამ მზე მთელ არემარეს არ გაანათებსო. ძინავს გოლიათის ცოლს საღათას ძილით და ძინავს სიოლვესაც. ძლივს გამოაღვიძა სვანტემ ძმა, გამოძვრნენ გამოქვაბულიდან და გაიქცნენ რაც ძალი და ღონე ჰქონდათ. სიოლვემ ჯერ იფიქრა ვეტყვი ძმას ოქროს გალიაში დამწყვდეულ პრინცესაზეო, მაგრამ კარგად იცოდა ბიჭის ვაჟკაცური ბუნება და გადაიფიქრა. საკუთარი ტყავის გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მისთვის. თან ფიქრობდა, სვანტი არაფრის დიდებით არ მიატოვებს მეფის ასულს გოლიათებთან. იმ გალიას კიდევ ჩვენ ვერ გავხსნით. ტყუილად ისევ გადავეყრებით უბედურებას მზეთ უნახავის გულისთვის. იყოს, სჯობს ჩუმად ვიყოო. მირბიან ძმები გზად და თან უკან იხედებიან, ვინმე ხომ არ დაგვედევნაო. გარეშრაჟე ბიჭები ერთი შეძლებული გლეხის კარმიდამოს გადაეყარნენ. ჭიშკარზე დააკაკუნეს და თავშესაფარი სთხოვეს. მოხუცმა გლეხმა ჰკითხა.
საიდან ხართ და ამ დილაბნელზე რა გაგჭირვებიათ, რომ თავს შესაფარს მთხოვთ? კაცი ჭამია გოლიათს გამოვეკეცით. უპასუხეს ძმებმა. ძალიან კი გაგვიჭირდა, მაგრამ როგორც იქნა, თავი დავახციეთ და მოვახერხეთ გამოქცევა. ყველაფერი წვრილად უამბეს გლეხს. შეებრალა მოხუც ბიჭები და შეიფარა. ხორბლის ფაფა აჭამა, ძე დაალევინა, ტანის ამოსი და ფეხსაცმელიც გამოუძებნა და უთხრა. გაგიმართლათ. ძალიან იშვიათად თუ მოახერხებს ვინმე გოლიათისგან თავის დაღწევას. ოღონდ ფრთხილად იყავით. ისევ არ შეგიტყუოს უკან მლიქვნელობით და ფუჭი დაპირებებით. იმ ღრმად ხრილს თუ არ გადაივლით, არაფერი გემუქრებათ. ეგ თხრილი ყოფს ჩვენს მიწებს. ბიჭებმა მადლობა გადაუხადეს მოხუც გლეხს და დაჰპირდნენ, რომ თხრილს არაფრის დიდებით აღარ გადაკვეთდნენ. როგორც კი მზე ამოვიდა, ბიჭებმა დაინახეს, რომ გოლიათი თხრილისკენ მოაჭენებს ოქროს ფაფრიან ცხენს. ბიჭები რომ დაინახა, ცხენი თხრილის კიდესთან შეაჩერა და განრისხებულმა დაიღრიალა. როგორ გაბედეთ და გამეკეცით? მერე მიხვდა, რომ ასე ვერ შეიტყუებდა მსხვერპლებს. თავი მოიკატუნა და დამტკბარი ხმით გააგრძელა. დამიბრუნდით, ბავშვებო, როგორ იფიქრეთ, რომ რამეს დაგიშავებდით, ან მე, ან ჩემი ცოლი. გპირდებით ერთ-ერთ თქვენგანს ოქროს ფაფრიან ცხენს ვაჩუქებ, ხოლო მეორეს, როცა გაიზრდებით მეფის მზეთ უნახავ ასულს გაბატან ცოლად, ის ჩვენთან ცხოვრობს რახანია. მაგრამ ძმებმა ყური არ უყდეს. რაც ძალი და ღონე ჰქონდათ მოკურცხლეს. მერე კეთილგლეხს დაემშვიდობდნენ, თავიანთ ნაცნობ მიდამოებს დაუბრუნდნენ და ისევ მოწყალების თხოვნა განაგრძეს. დიდხანს იხეტიალეს თუ ცოტა ხანს, ერთ დღეს დიდ სამეფო კარს მიადგნენ. ძმებმა მეფის სამსახურში ჩადგომა გადაწყვიტეს. მეფემ მალევე შეამჩნია უმცროსი ძმის გამჭრიახობა და გონება מחვილობა და საჭურველთ მტვირთვალად დანიშნა. სიოლვეს კი ისევ მოწყალების თხოვნა მოუწევდა, მაგრამ ძმა დაჰპირდა, რომ მასაც დაეხმარებოდა. გავიდა ხანი და მეფე და კარისკაცები აღტაცებას ვერ მალავდნენ. ახალმა საჭურველთ მტვირთვალმა ყველას თავი შეაყვარა. სიოლვესაც ესმოდა, რაოდენ დიდ პატივში იყო მეფის კარზე მისი უმცროსი ძმა და მიუხედავად იმისა, რომ სვანტე ყველაფერს რაცება და შუაზე უყოფდა, გულში შური გაუღვივდა. მე სიოლვე არ ვიყო, თუ მეც არ მივიღო სამეფო კარზე სამსახური. დაიფიცა გულში. უმცროსი ძმა წააქეზა მეფესთან მიშუა მდგომლეო და მანაც გულით სთხოვა მეფეს. მაგრამ სიოლვე მაინც არ აიყვანეს სასახლეში. ის საჯინიბოში დაასაქმეს და ცხენების მოვლა დაავალეს. გადიოდა დრო და სვანტეზე ერთ გადაბრუნებულ სიტყვასაც ვერავინ იტყოდა. მეჯინიბისგან კი მისი ცბიერების, სიფიცხის და ფლიდობის გამო თავს შორს იჭერდნენ. ვერ აიტანა სიოლმემ თავისი დაბალი მდგომარეობა. გულში ბოღმა ჩაიდო და დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ მოეშორებინა უმცროსი ძმა და თვითონ როგორ მოეპოვებინა მეფის წყალობა. ერთ დღეს მეფე საჯინიბოში მივიდა თავის ცხენებზე დასახედად. სამასივე დაათვალიერა. მერე თავის საყვარელ ცხენთან მივიდა. ალერსიანად აუჩეჩა ფაფარი და თავის თანმხლებ პირებს მიმართა. მთელი მსოფლიო რომ შემოიაროთ, ასეთ ცხენს ვერ სადნახავთ. ყველამ ცხადია თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად, მაგრამ მეჯინიბემ დრო იხელთა და მეფეს მიმართა. თქვენო აღმატებულება, ვერაფერს იტყვი, ნამდვილად კარგი ცხენია, მაგრამ სამყაროში ამაზე გააცილებით კარგი ცხენი მოიძებნება. სად არის ამაზე კარგი ცხენი და თუ მართლა არის, ვინ მომგურის? ჩემმა ყოჩაღმა ძმამ იცის, როგორ უნდა იპოვოს ის ცხენი. უთხრა მეჯინიბემ დაბლად და საოცარი სილამაზის ოქროს ფაფრიანი ცხენი აღუწერა. ძალიან მოუნდა მეფეს ასეთი ცხენის ხელში ჩაგდება. დაიბარა სვანტე და უბრძანა. წადი და ოქროს ფაფრიანი ცხენი მომგვარე. აისხა სვანტემ აბჯარი. შეკაზმა ცხენი და გაუდგა გზას. მეჯინიბე ხელებს იფშვნეთს. იცის, რომ მისი ძმა გოლიათს თავს ვერ დააღწევს. სვანტემ კეთილი გლეხის ეზოში შეაჭენა ცხენი. ჩამოხტა და კეთილმოხუც თავაზიანად მიესალმა. სთხოვა. მასწავლე, მეფის ნაბრძანები როგორ შევასრულო ისე, რომ თავი გადავირჩინო. მოხუცმა იცნო ბიჭი გოლიათს რომ გამოექცა. თბილად მიიღო და დაჰპირდა დაგეხმარებიო. ერთხანს ითათბირეს და გეგმა დასახეს. საღამოს როგორც კი მზე ტყეს მიეფარა,
სვანტემ სქელი ბაწარი აიღო. მძიმე ჯოხი შეაბა და მიიპარა გამოქვაბულთან. მერე ეს ჯოხი მოიქნია საჯინიბო სარკმელში შეაგდო. თოკი დავიდა სარკმელზე, ის თოკი საჯინიბოში ჩაუშვა და ახლა ქვევით ჩაუყვა. ასე მოხერხებულად აღმოჩნდა ვაჟი საჯინიბოში. ოქროს ფაფრიან ცხენს უნაგერი დაადგა, კარი გააღო და გააჭენა. ჯერ მზე არ იყო ამოსული სვანტე, რომ უკვე გლეხის ჭიშკარზე აკაკუნებდა. თანაც ოქროს ფაფრიან ცხენზე ამხედრებული. ძალიან გაუხარდა მოხუც გლეხს. ყველაფერმა რომ ასე კარგად ჩაიარა. შეიპატიჟა შინ ბიჭი. ერთხანს მესტუმრე დაისვენეო, მაგრამ ბიჭმა დრო არ დაკარგა. მოხუც მადლობა გადაუხადა და სასახლისკენ გააჭენა. სამეფო კარზე უამრავი ხალხი მოგროვდა. ცხენის გასაოცარი სილამაზით კვებოდნენ. მეფეც კი გაოცდა. მსგავსი არასოდეს ენახა. ცხენის ფაფარმა ოქროს ელვარებით გაანათა არემარე. ამ დღიდან მოყოლებული მეფე კიდევ უფრო მოწყალე გახდა თავისი საჭურველთ მტვირთველის მიმართ. მეჯინიბეკი ბოღმისგან საკუთარ თავს აღარ გავდა. ბოლთას ცემდა და გულში ძმას კრულვას უთვლიდა. ერთ დღეს ჩვეულებისამებრ ისევ მივიდა მეფე თავისი ცხენების დასახედად. სამასივე დაათვალიერა. მერე თავის ოქროს ფაფრიან ცხენთან მივიდა, ალერსიანად აუჩეჩა ფაფარი და თავის ამალას უთხრა. მთელი მსოფლიო რომ შემოიაროთ, ასეთ განს ვერ სადნახავთ. ყველამ წესისამებრ თავი მდაბლად დაუკრა თანხმობის ნიშნად, მაგრამ ცბიერმა მეჯინიბემ დრო იხელთა და მეფეს მიმართა. ჩემო მოწყალე მეფეო, ვერაფერს იტყვი, ნამდვილად დიდი შენაძენია ეს ოქროს ფაფრიანი ცხენი, მაგრამ სამყაროში მასზე დიდი განძიც მოიძებნება. მაინც რაზე ამბობო დაინტერესდა მეფე. სიელვემ დაწვრილებით აღუწერა გასაოცარი ფარანი, რომელიც ახალ მთვარეზე ძლიერადაც კი ანათებს და 7 სამეფოს ჰფენს მთვარის შუქს. ძალიან მოუნდა მეფეს მსგავსი ფარანი და ჰკითხა. სად შეიძლება ასეთი ფარნის პოვნა და ვინ მომიპოვებს მას? ჩემმა ძმამ დანამდვილებით იცის, სად შეიძლება მაგ ფარნის პოვნა. მიუგო მეჯინიბემ. მეფემ საჭურველთ მტვირთველი იხმო და უბრძანა. გასწი და ფარანი მომგვარე სასახლეში. აისხა სვანტემ აბჯარი. აღკაზმა ცხენი და გზას გაუდგა. მეჯინიბეს უხარია. იცის ამჯერად ვერაფრით დააღწევს მისი ძმა გოლიათის რისხვას თავს. სვანტემ ნაცნობი გლეხის ეზოში შეაჭენა. ჩამოხტა ცხენიდან. კეთილმოხუც თავაზიანად მიესალმა და სთხოვა. მასწავლე, როგორ მომიპოვო ფარანი, რომელიც მთვარესავით ანათებს 7 სამეფოს? თბილად მიიღო გლეხმა ვაჟი და დაჰპირდა ყველაფრით დაგეხმარებიო. ითათბირეს და საღამოს, როგორც კი მზე ტყეს მიეფარა, დაემშვიდობა ვაჟი მოხუც და მრისხანე გოლიათისკენ გასწია. გამოქვაბული შორი ახლოს დაიმალა და ლოდინი დაიწყო. როგორც კი დაბნელდა, დაბრუნდა გოლიათი ტყიდან. დილიდან დაძრწოდა ტყეველში და ძალიან მოშივნოდა. კარგად ივახშმა და მსახურს დაუძახა. გასწი, წყალი მოიტანე. ისევ დაგავიწყდა, რომ საჭმელი არ მერგება წყაროს წყალი თუ არ დავაყოლე. როგორ წავიდეო, შეწუხდა მსახური. უკუნისიბნელია გარეთ, ვერაფრით ვიპოვი წყარომდე მიმავალ ბილიქსო. მთვარის ფარანი წაიღე, რომელიც ნახევარ მთვარესავით ანათებს 7 სამეფოს. დაუღრიალა განრისხებულმა გოლიათმა მსახურს. შეცბა მსახური. კედლიდან ფარანი ჩამოხსნა და ჩქარი ნაბიჯით გასწია წყაროსკენ. შუა გზაზე, ბილიქზე, სვანტე დახვდა და ჩუმად ჰკითხა. გინდა და მეხმარო და ტყვეობას დააღწიო თავი? როგორ არ მინდაო, უთხრა მსახურმა. მაშ გამომყევი და გამინათე გზა. რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, გაიქცნენ მინდვრისკენ. ჯერ მზე არ ამოსულიყო, რომ სვანტე უკვე გლეხის ჭიშკარზე აკაკუნებდა, თანაც მარტო არ იყო, თან მსახური ახლდა, რომელსაც ხელში საოცარი ფარანი ეკავა. როგორ გაიხარა მოხუცმა, ყველაფერმა რომ მასზე წარმატებით ჩაიარა. ყველაფერი უამბეს გლეხს. შემდეგ მსახურმა ფარანი ვაჟს გაუწოდა და უთხრა: მოხარული ვარ, რომ შენი დახმარება შევძელი. მადლობა, რომ ტყვეობიდან მიხსენიო. ჩემთან დარჩი, სული მოითქვი და მერე წადი სახლში. უთხრა მსახურს მოხუცმა. სვანტე შეიპატიჟა, მაგრამ დრო არ დაკარგა ვაჟმა. ორივეს მადლობა გადაუხადა და სასახლისკენ გასწია. სასახლის ეზოში რომ შეაჭენა ცხენი, ყველა გარეთ გამოეფინა. საოცარი ფარნის ხილვით კვებოდნენ. მეფეც გამოვიდა და გაოცებული შეჰყურებდა საოცრებას. იმ დღიდან მოყოლებული კიდევ უფრო თავაზიანად ეპყრებოდა მეფე თავის საჭურველთ მტვირთვალს და გამოარჩევდა ყველა თავისი მსახურისგან. მხოლოდ მეჯინიბის გულში არ ცხრებოდა დაფარული ბოღმა და
მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ მოეშორებინა მეტოქე თავიდან. ერთი თვეც არ გასულა, რომ მეფე ისევ მივიდა საჯინიბოში თავისი ცხენების სანახავად. სამასივე აათვალიერ ჩაათვალიერა, ხოლო როდესაც ცქერით გული იჯერა, თავისი ამალისკენ შებრუნდა და თქვა: მთელი მსოფლიო რომ შემოიაროთ, ჩემნაირი ღბლიან მეფეს ვერ სატნახავთ. ვის აქვს განძი ჩემისთანა? რა გინდა ინადრო, რომ მე არ მქონდეს? ამალამ ცხადია თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად, მაგრამ ცბიერი მეჯინიბე მხოლოდ ამას ელოდა. ჩემო მოწყალე მეფეო, ვერაფერს იტყვი. აურაც ხელია შენი საგანძური, მაგრამ სამყაროში მასზე ძვირფასი საუნჯეც მოიძებნება, ფასდაუდებელი. ამჯერად რაზე ამბობ? სად არის ეგ საუნჯე და ვის შესწევს ძალა, ის მოიპოვოს? სიოლვემ მშვენიერი ზეთუნახავი პრინცესა აღუწერა, გოლიათს რომ ჰყავდა გამოკეტილი. შემდეგ კი თქვა: ჩემმა ძმამ იცის, როგორ შეიძლება მაგ მეფის ასულის პოვნა და დახსნა. მეფეს გულში ჩაუვარდა მეფის ასულის ხატება და მოუნდა ცოლად შეერთო. დაუძახა სვანტეს და უბრძანა: გასწი, ჩემო ერთგულო მსახურო და მზეთუნახავის სასახლეში მომგვარე. ისევ აისხა სვანტემ აბჯარი, აღკაზმა ცხენი და უწინდებურად გლეხისკენ გასწია. მეჯინიბეს კი უხარია, ამჯერად ვერაფრით დააღწევს თავს გოლიათს, ამჯერად ნამდვილად თავის უკანასკნელ გზას დაადგაო. სვანტემ გლეხის ეზოში შეაჭენა ცხენი, ჩამოხტა, კეთილმოხუც თავაზიანად მიესალმა და სთხოვა: მასწავლე, მეფის ასული როგორ გავათავისუფლო? კვავინდებურად კეთილად მიიღო გლეხმა ვაჟი, დაჰპირდა ყველაფრით დაგეხმარებიო. ერთხანს ითათბირეს და მოხუცმა უთხრა: ამჯერად ძალიან რთული საქმე დაგევალა და სიმართლე გითხრა, არ ვიცი რა გამოგვივა. მეფის ასული მოჭადოვებულ ოქროს გალიაში ზის, მაღალი კოშკის შუაგულში. გირჩევ რკინის სოლები წაიღო, ქვით ნაგებ კედელში ჩააჭედე და ისე ადი ნაბიჯ. აი მერე კი შევხედოთ, იქნებ გაგიხიმოს კიდეც ბედმა. მადლობა რჩევისთვის. ყველაფერს ისე ვიზამ, როგორც დამარიგე. მიუგო სვანტემ მოხუცს. საღამოს, როცა მზე ტყეს მიეფარა, დაემშვიდობა ვაჟი მოხუცს და გამოქვაბულისკენ გასწია. როგორც კი კარგად დაბნელდა, ბიჭმა რკინის სოლების კედელში ჩაჭედება და კოშკზე ფრთხილად ასვლა იწყო. როგორც იქნა მიაღწია კოშკის წვერს და ხედავს, ოქროს გალიაში ულამაზესი პრინცესა ზის. დაინახა მეფის ასულმა გაბედული ვაჟი და მთელი გულით გაიხარა. ძალიან დანაღვლიანებულიყო ამდენ ხანს მარტოობაში გამოკეტილი. როგორც კი სვანტე გალიას მიუახლოვდა, ბოქლომები თავისით გაიხსნა და კარი გაიღო. მოახსენა ვაჟმა მზეთუნახავს მეფის გადაწყვეტილება და ჰკითხა: წამოხვალ ჩემთან ერთად. დიდი სიამოვნებით. უპასუხა ქალმა. გოგონა მიხვდა, რომ მეფე კი არა, სწორედ სვანტე იყო მისი საბედო, ვის გამოც გალია თავისით გაიხსნა, მაგრამ ვაჟმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. იმ წამს წამოდგა პრინცესა, გამოვიდა გალიიდან და ერთად დაიწყეს ქვევით დაშვება. სვანტეს გოგონას ხელი მტკიცედ უჭირავს, რომ არ ჩავარდეს. როგორც იქნა ჩააღწიეს, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, გაიქცნენ გლეხის სახლისკენ. გაიხარა მოხუცმა ყველაფერმა, რომ ასე კარგად ჩაიარა. შემოიპატიჟა ორივე, სული მოითქვითო, მაგრამ არ დაყონდა ვაჟი. გაემზადა გზისთვის, გადაეხვია თავის ბრძენ მრჩეველს და დაემშვიდობა. შემდეგ კი სასახლისკენ გზას დაადგნენ. მიაჭენებენ სასახლისკენ. სვანტე თვალს ვერ წყვეთ მზეთუნახავს. ძლიერ შეუყვარდა გოგონა და ფიქრობს, ვერ გადავიტან. ნამდვილად მოკვდები, ის თუ მეფეს ერგება ცოლადო. კარგი ხნის მერე მივიდნენ სასახლესთან და ატყდა დიდი ზეიმი. მთელი სამეფო სიხარულისგან ცას ეწია, სვანტე რომ უნებელი დაუბრუნდათ. ვაჟი ხომ ყველას ძალიან უყვარდა, მსახურებსაც, დიდგვაროვან სამეფო კარსაც და თავად მეფესაც. ყველას, გარდა ბოროტი მეჯინიბისა. მეფემ როგორც კი მზეთუნახავს შეხედა, გაიფიქრა, მსგავსი სილამაზის ქვეყნად არავინ მინახავსო და გოგონა თავის საცოლედ გამოაცხადა. მაგრამ ჯერ სათხართ. დააპირა თუ არა ხელით შეხებოდა პრინცესას, უცნაური ხმა შემოესმად. გაიხედეს და ცაზე ჯადოსნური გალია მოფრინავს. გამორკვევაც ვერ მოასწრეს, რომ მზეთუნახავი უკვე გალიაში იყო დამწყვდეული. ვინ არ ეცადა გალიის დამტვრევას, ვინ არ არყია და აჯანჯღარა, არაფრის დიდებით არ იღებოდა. თვით მეფეც ძალიან ცდილობდა გამოეხსნა მზეთუნახავი, მაგრამ გალიას ძვრა ვერ უყო. მაგრამ მიუახლოვდა თუ არა გალიას სვანტე,
ბოქლომი თავისით გაიღო, კარი გაიხსნა და ვაჟი მოჯადოებულ გალიაში შევიდა. მიხვდა მეფე, რომ ზეთუნახავი მისი საბედო არ იყო. მიუბრუნდა ვაჟს და უთხრა: რადგან შენ ასეთი მამაცი აღმოჩნდი, ბედნიერებად შენ უნდა გერგოს. ეს ასული შენი საწოლია. შემდეგ მსახურებს მხიარული ქორწილისთვის მზადება უბრძანა. ამ სიტყვების გაგონებაზე სიოლვეს ბოღმისგან გული გაუსკდა და იქვე მოკვდა, მაგრამ ის არავის შებრალებია, ერთ ადამიანსაც კი არა. ქორწილის დღეს უთვალავმა ლამაზად გამოწყობილმა სტუმარმა მოიყარა თავის სასახლეში. დიდი ზარზე იმით დახვდნენ გაზაფხულის დღესავით ლამაზ, ოქროს გვირგვინით შემკულ პრინცესას და ლამაზ სამოში გამოწყობილ სვანტეს. მეფე მთელი თავისი ამალით შეეგება სიძე პატარძალს და 7 დღე და ღამე ზეიმობდნენ ბედნიერი წყვილის ქორწილს. როდესაც ზეიმით გული იჭერეს, მეფე დაემშვიდობა სვანტეს და მის ცოლს და დიდი სამეფო ეტლებით გაამგზავრა პატარძლის მამასთან. პრინცესა სამეფოში მეფისა და მისი სამეფოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ყველას დიდი ხანია დაეკარგა მეფის ასულის ოდესმე ისევ ხილვის იმედი. მრავალი წელი იცხოვრეს ბედნიერად მეფის ასულმა და მისმა მხსნელმა, ხოლო როდესაც პრინცესას მამა გარდაეცვალა, იმ სამეფოს მეფე სვანტე გახდა. აი ასეთი ბედი ერგო უსახლკაროო ბოლს და ეს ყველაფერი მისი სიმამაცის, სიკეთისა და კაცთმოყვარეობისთვის.